მოცემული ბიოსტიმულატორი მუშაობს როგორც დინზე, კვების წყაროზე მუშაობს, აქედან ერთდება. ასევე შეგიძლიათ ამუშაოთ ჩვეულებრივი ზომის სამ ელემენტზე. კვების ბლოკი მოყვება ყუთში ორ ნაწილად, კაბელი ცალკე, ადაპტერი ცალკე. კაბელს ვაერთებთ ადაპტერში. კაბელს ვაერთებთ ამ შავ პორტში და თავად თემის წყაროში. რაც შეეხება თავაკებს, მოყვება ორბალიშიანი თავაკი და ოთხბალიშიანი თავაკი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ერთი, ან მეორე ცალ-ცალკე. ერთდროულად ორივეს ვერ დააერთებთ. აპარატს მოყვება 8 წყვილი, აი ასეთი ბალიში. ანუ თითო ასეთ პარკში არის 2 ცალი. ესენი უნდა დააერთოთ ამ დილაკებზე. ხსნით დამცავ ფენას, რომელიც ქვეშაც არის უკვე წებოვანი ბალიში და აკრავთ შესაბამის სხეულის უბანზე. ჩართვა ხდება აი ამ გვერდითი სატრიალებლით. თავიდან არის ოფზე. ჩართავთ თუ არა, პირველი არის 1 და აპარატი ჩართულია. შეგიძლიათ გაზარდოთ სიმძლავრე 1-დან 8-მდე. სანამ აპარატი არ არის დაერთებული ადამიანზე, ანუ არ იკვრება წრედი, ამ შემთხვევაში ჩართვიდან რამდენიმე წამში აპარატი ითიშება. ეს არის ერთგვარი თავდაცვის მექანიზმი. მას შემდეგ, რაც წრედს შევკრავთ და ჩავთავთ აპარატს, შეგვიძლია ავირჩიოთ უკვე სხეულის რომელი უბნისთვის ავირჩიოთ რეჟიმი და რა რეჟიმით იმუშავოს აპარატო. სხეულის უბნის არჩევის მომენტში ხელით ხდება შესაბამისი უბნის მონიშნვაც ეკრანზე. ანალოგიურად 4 ძირითადი რეჟიმის მაჩვენებელი არის ასევე ხელით და რილაკის გაჭერის შემდეგ ხელი შესაბამის არჩეულ რეჟიმს აჩვენებს. როგორც გითხარით, ჩართვის და სიმძლავრის მარეგულირებელი რილაკი არის 1 გვერდითი სატრიალებელი. დააყენებთ სიმძლავრეს, რომელიც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება. აირჩევთ სხეულის უბანს, აირჩევთ სამუშაო რეჟიმს და შემდეგ შესაძლებელი არის ასევე არჩეული რეჟიმის სიჩქარის ზრდა, აი ამ 2 რილაკით. სიჩქარის მაჩვენებელი არის მარჯვენა მხარეს ეკრანზე. ხოლო მარცხენა მხარეს არის სტანდარტულად 15 წუთიანი დრო. გასვლის შემდეგ ის განულდება აპარატის გაითიშება. გამეორების შემთხვევაში საჭირო არის ხელახლა ჩართვა.